ვაგრძელებ შემეცნებით ვიდეოს მენოპაუზის შესახებ. ძალიან მიხარია, რომ ინტერესი იმდენად დიდია, რომ ქუჩაში, მაღაზიებში სრულიად უცნობი ქალბატონები მომმართავენ და მეც რამდენადაც შემიძლია ესე სპონტანურად სრულიად ესეთ არასამედიცინო ვითარებაში ვცდილობ მათ გარკვეული კონსულტაცია გაუწიო. და ისიც ჩემთვის ესეთი საოცარი უცნაური იყო, ერთის მხრივ ძალიან სასიხარულო, რომ ქალბატონები, რომლებიც არასდროს ცხოვრებაში ექიმთან არ ყოფილან, გინეკოლოგთან, მით უმეტეს, იმიტომ რომ გინეკოლოგთან მისვლა მოგეხსენებათ, რომ გარკვეულ დისკომფორტს იწვევს ფსიქოლოგიურს ქალებში და ძალიან ესეთი დობით უნდა იყო სავსე იმ ექიმის მიმართ და წინასწარ გჭირდება მომზადება, სხვათა შორის მეც ასე ვარ, რომ გინეკოლოგთან გაბედო და მიხვიდე და ესეთი ქალბატონები, რომლებიც არასდროს არ ყოფილან ცხოვრებაში ექიმთან, ეს ერთის მხრივ ცუდია, რასაკვირველია, ვიცით რატომ, ისინი იმათმა მომმართეს მე 60-70 წლის ასაკშიც კი. ახლა კი რამდენიმე კითხვა მენოპაუზის შესახებ, რა არის უკუჩვენება ესტროგენის შენაცვლებითი თერაპიის მენოპაუზაში და თუ მაქვს უკუჩვენება, ამ შემთხვევაში რა ალტერნატივა არსებობს იმისათვის, რომ შევინარჩუნო ჯანმრთელობა, შევანელო დაბერების პროცესი და გავაუმჯობესო ცხოვრების ხარისხი. ესტროგენის შენაცვლებითი თერაპიის ძირითადი უკუჩვენება არის ძუძუს კიბო, როცა თავად პაციენტს აქვს ან ჰქონდა გარკვეული პერიოდის უკან. ამასთანავე უკუჩვენება შესაძლოა იყოს გენეტიკურად დატვირთული ანამნეზი ძუძუს კიბოსი. ეს იმას ნიშნავს, რომ დედას, დას, ანუ ახლო ნათესავს აქვს ან ჰქონდა ძუძუს კიბო. თუმცა ამ შემთხვევაშიც არსებობს გარკვეული გამოსავალი, ამას კიდევ სხვა დროს მოგიყვებით და კიდევ ერთი ვთქვათ ესე უკუჩვენება არ არის, უბრალოდ არ აქვს აზრი ესტროგენის შენაცვლებითი თერაპიის დანიშვნას, თუ მენოპაუზიდან გასულია 10 წელზე მეტი და ქალის ასაკი არის 60 წელზე მეტი. შეიძლება დაინიშნოს გარკვეულ შემთხვევებში, მაგრამ ეს არის ინდივიდუალურად განსახილველი თემა. რა ალტერნატივა არსებობს ესტროგენის შენაცვლებითი თერაპიისთვის, თუ მას ჩვენ ვერ ვნიშნავთ მენოპაუზაში? მკურნალობა არის სიმპტომატური, ანუ იმის მიხედვით, თუ რა აწუხებს ქალს და როგორია მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა.